ჭა. შედეწყო? ხო, ისე სიასები. რაც იძულებული იმ დროის შემდეგ რაც იძულებული ვიყავით გავხდით დაგვეტოვებინა აფხაზეთი დავსახვდით სახელმწიფომ გამოგვიყო კორპუსი საცხოვრებლად ლობლიანის 21 ნომერში იმჟამინდელი სახელმწიფოს მეთაურის განკარგულების თანახმად დევნილებს მიეცათ უფლება დაემუშავებინათ და გამოეყენებინათ და ესარგებლად დაუმუშავებელი ნაკვეთებით ჩვენი კორპუსის ცხოვრებულმა გადავწყვიტა დაგვემუშავებინა ჩვენ კორპუსთან მიმდებარე გამოუყენებელი ნაკვეთი, რომელიც იყო მიტოვებული სანაგვე, რის დამადასტურებელი ფოტოები და მასალები მოგვეპოვება. დამუშავების დღიდან ჩვენ ეგრევე გადავუღეთ სურათები, რათა აგვესახა იმდროინდელი მდგომარეობა ტერიტორიის. ძალიან ბევრი შრომა, გარკვეული მატერიალური სახსრები იქნა ჩვენგან გაღებული, რათა ტერიტორია გასუფთავებულიყო და ყოფილიყო გამოყენებადი. რამდენიმეჯერ მივმართეთ იმდროინდელ გამგეობას, რათა გამოეყო ჩვენთვის შესაბამისი ტექნიკა, რათა ჩვენთვის უფრო ადვილი გამხდარიყო მიწის დამუშავება, მაგრამ არავითარი დახმარება და არავითარი ხელშეწყობა მათგან ჩვენ არ მიგვიღია. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ ჩვენი ძალებით. ეხლა ამ ტერიტორიაზე არის ხეხილის ბაღები. სარგებლოდ მოყვავთ სიმინდი, მწვანელი და ასე შემდეგ. როგორც გაირკვა, ჩვენ და დაუკითხავთ ტერიტორია გამოუტანიათ აუქციონზე და გაუყიდიათ. მოგვაკითხეს მყიდველებმა, ეგრეთ წოდებულმა ახალმა პატრონებმა და გითხრას, რომ ტერიტორია არის ჩვენი, ხეხილის ბაღებს დავშეხავთ და ჩვენ არავინ არაფერს არ გვეკითხება. არც კომპენსაციაზე ყოფილა ლაპარაკი, არაფერზე. თითქოს და ჩვენ ეს ჩამოფრიდნენ ციდან. აგრეთვე აღსანიშნავია ის, რომ ჩვენგან რამოდენიმეჯერ იქნა დაწერილი წერილი მერიაში, რათა ეს ტერიტორია დაეკანონებინათ ჩვენთვის, ან გადმოეცათ პირდაპირ შესყიდვის წესით. რა თქმა უნდა, შეღავათიან ფასებში. და ეს იქნებოდა სამართლიანი. მაგრამ არც იმ ჟამინდელმა და არც ამ ჟამინდელმა ხელისუფალმა ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. პირადად მე მაქვს რომ არ შევსდე 4-5 წერილი და მიმართვა გაგზავნილი მერიაში და სადანადო ორგანოებში. ეხლა ჩვენ ვითხოვთ, რათა როგორც გაერკვა, გაყიდული არის 19,000 კვადრატული მიწა, რომელიც ეხება უშუალოდ 3 მოსახლეს, 3-4 მოსახლეს. ან მოგცეთ, ხო, ამ მომენტისათვის რას თხოვთ მერიას, რას ითხოვთ თქვენა? ხო, არქიტექტურის სამსახურს და მერიას. ჩვენ ახლა ვითხოვთ, რომ ან ეს ნაკვეთი გადმოგვეცეთ ჩვენ, რადგან ჩვენ ამას უკვე ვამუშავებთ 24 წელია. ან მოგვეცეთ შესაბამისი კომპენსაცია და ეს იქნება სამართლიანი. თუ სახელმწიფოს, რა თქმა უნდა, ეს სახელმწიფოს ინტერესებშია, ჩვენ რა უფლება გვაქვს, რომ გავუწიოთ სახელმწიფოს წინააღმდეგობა. და არავითარი წინააღმდეგობა არ იქნება, მაგრამ რახან ჩვენ არავინ არ დაგვეხმარა და ჩვენ ჩვენი ძალებით მოვახერხეთ ამ ტერიტორიის გასუფთავება და გაწმენდა და რომელიც ეხება ზუსტად რამოდენიმე მოსახლეს, ან გამოყავეთ კომისია, რომელიც რა თქმა უნდა დაადასტურებს იმ სურათების მიხედვით დამდგომარეობა იყო აქა და რა არის ახლა. ხო და გაერკვეს სიმართლე. ამ წელს არ მომცეს საშუალება დამემუშავებინა ნაკვეთი. მინდოდა დარგვა კიდევ ნერგები მომემატებინა. ნაკვეთზე მოყავდა სიმინდი, მწვანელი და ასე შემდეგ. არ მოგცეს, იმიტომ არის გითხრას, რომ ეს გაყიდულია და უკვე ჩვენია.
ახალმა მეპატრონეებმა თუ არ ვიცი ვინ ჭიშკარი რომელიც დაკეტილი მქონდა ალბათ ზემოდან გადმოახდნენ თორე ჭიშკარიც უკვე გასარემონტებელია დახმარების მაგებრად ანგრევენ ყველაფერს თქვენ თხოვთ ახლა მერიას არქიტექტურულ სამსახურს ესე იგი რომ შენებლობა არ წამოიწყონ და ხეხილი არ გაიჩეხოს რა თქმა უნდა თავიდან პირველად ხო ხეხილი რატომ უნდა გაიჩეხოს ვინ უნდა გაჩეხოს საერთოდ რა წარმომავლობის ფირმა არის ვეძებთ კომპიუტერში ფირმის წარმომავლობა არც მისამართი არც არაფერი ესე იგი არის მარტო სახელი საბოლოოდ ხოვნა ესეთია ჩვენ ვთხოვთ ახლა მერია საბოლოოდ გამოყავით კომისია მოვიდნენ კომპეტენტური ხალხი ხო და ვისაუბროთ და გაერკვეს მტკვარ მართალი და გაერკვეს სამართლიანად გადაწყდეს ეს ამბავი სამართლიანად არაფერს არ მოვითხოვთ მეც იმიტომ იყო დიახ მერიაში ყოფილა განთავისებული განცხადება რომ ეს ტერიტორია შემოკავებულია თვითნებურად არავითარი თვითნებობა არ ყოფილა იყო იმჟამინდელი სახელმწიფოს მეთაურის ბატონ ედუარდ შავარდნაძეს განკარგულება არა მარტო ნაკვეთებზე არამედ შენობა ნაგებობებზე სადაც დენილებს რომელთაც ჰქონდათ საშუალება ან შეეძლოთ გაერემონტებინათ და შემდეგ ეცხოვრათ ბინები იყო ბრძანება განკარგულება და თანხმობა სახელმწიფოსგან რომ შესრულიყვნენ და ბევრი მოიქცა ასე ძალიან ბევრი და ვარ ჩვენც ეგებენ მდგომარეობაში ავიღეთ არავითარი თვითნებობა არ ყოფილა სახელმწიფოს მეთაურმა გამოსცა ბრძანება და ჩვენც ეს გავაკეთეთ ეხლა გვეუბნებიან ეს იყო თვითნებობა ეს იყო ესე იგი ყაჩაღური ყაჩაღი როდის იყო რგავდა ხეხილს როდის იყო უვლიდა მიწას ან და როგორი მიწა იყო 3-5 წელი ვამუშავებდი პირადად მე ჩემნაგვეს ხელით რომ ეს მიწა ყოფილიყო გამოყენებად იმიტომ იყო სანაგვე ესე იგი სასწაული მდგომარეობა მთელი ჟვანიას სამამტყობო აქ ყრიდა ნარჩენებს გამოუყენებელი აპარატურა გამოყენებული უკვე აპარატურა სისხლით და ასე შემდეგ ესე იგი ძირითადად ფეხი გაჭრილი ხო რამდენჯერ გვაქვს ჩვენ მოსახლეობას ფეხია გაჭრილი ხელი გაჭრილი რამდენჯერ მქონდა ის ფიქრი იმაზე რომ არ დაგმორთო და რაღაც მოურჩენელი სენი ისეთი ანტისანიტარია იყო აქ გასაგები ესე იგი ეს მოთხოვნებია თქვენი ძირითადი და ამ ჩვენი ძირითადი მოთხოვნებია მობრძანდით ბატონებო მობრძანდით და გავარკვიოთ საქმე გავარკვიოთ როგორ შეიძლება ეს ამდენი თანხა ამდენი შრომა ამდენი ოფლი დაიყარა ხო და თქვენ გვეუბნებით ახლა ჩვენ წადით აქედან საერთოდ არ გვეკითხებიან არაფერს გეც მოვიდნენ ვიღაც ახალგაზრდა ბიჭები და გვითხრეს რომ წადით აქედან გასაგები ესე იგი თქვენი მოთხოვნა ძირითადად უნდა გამოიყენონ ახლა კანალიზაციად უკვე გეგმაში აქვენ რომ აქ არის სანიაღვრე სისტემა და უნდა გამოიყენონ კანალიზაციად ეგ როგორ ხო და ასე შემდეგ არის ესე იგი განუკითხაობა გასაგებია ძირითადი მოთხოვნები თქვენი ეს ყველაფერი გასაგებია არ მშენებლობის ნებართვა არ მიცეს არქიტექტურულ სამსახურმა არ გაიცევს ხეების მოჭრება. რა თქმა უნდა, სანამ არ გაირკვევა ეს ყველაფერი, სანამ ჩვენგან არ იქნება ესე იგი სრული კონსენსუსი მიღწეული, იქნეს დროებით შეჩერებული ეს. დროებით უნდა იქნეს შეჩერებული. რა თქმა უნდა. როგორ შეიძლება ეს ასეც? აგერა რამდენი ესე იგი ამ წელს ესე იგი ნაკვეთი გამაცდებინეს. ესე იგი რამდენი გეგმები მქონდა. გასაგები. მარტო შარშან დავახარჯე 500 ლარი. აქ ის რომ იყო გასასწორებელი რაღაც 1 სოტი ისა მიწა. ტრაქტორი არ წამოვიდა არაფრად. და ითვლიან იმას საათობით. შენებლობა მიდიოდა. რაც იყო ღობე დაგვინგრიეს ორჯერ. ჟვანია სამამტყობოს ტერიტორიაზე რომ მიდიოდა რეკონსტრუქციები, ღობე ორჯერ დაგვინგრიეს, კარი დაგვინგრიეს. ვენახის ფაშატური დედაუტირეს და ასე შემდეგ. სულ ზარალში ვარ.